შეპესი ანაკლის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. შესაბამისი განკარგულება 18 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ანაკლის საზღვაო ნავსადგური 2023 წელს შეიქმნა. კომპანიამ საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა უნდა უზრუნველყოს. 2024 წლის 29 მაისს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლის სპორტის ინვესტორის გამოსავლენად კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა. China Communications Construction Company Limited. იმ კონსორციუმში შემავალი კომპანია, რომელიც ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა. მას 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5 ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სანქციები დაუწესა. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რა ეტაპზეა ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმების პროცესი. რამოდენიმე წლის წინ დიდი ზარზეიმით გვამცნო ღარიბაშვილმა, რომელიც აწუկებდა გვესმის, რომ განდევნილი არის ოლიმპოს მთიდან, მაგრამ გვამცნო, რომ იმისათვის, რომ აქტიური ღონისძიებები განხორციელებულიყო და ანაკლის სპორტი სწრაფად და ეფექტურად ჩაშვებულიყო ექსპლუატაციაში, ამისთვის მთავრობის მმართველობაში იყო გადაცემული და პირდაპირ მთავრობაც ყვედა რა უნდა მოხდარიყო იქ. ეხა თურმე აღარ არის ეს საჭირო, ან არ ვიცი რა ხდება და რომეო მიქაუტაძის დანატოვებს სამინისტროში გადასცეს ეკონომიკას ეს პროექტი და მართვა მთლიანად. ჩემთვის ეს უფრო გავს ქონების მართვის სააგენტოს ხელში გადაცემას ამ პროექტის და ერთგვარ ფორმას დაკონსერვებისა ანაკლის სპორტის. ეხა ანაკლის სპორტის ამათ პირობებში რომ არ აშენდება და მათ ამის აშენება რომ არ უნდათ ეს მე მგონი უკვე ძალიან დიდი ხანია ცხადია.